პროტესტი რუსთავის მერიასთან, რუსთავის აზოტის ქარხანაში დასაქმებულები მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ. ისინი ერთი კვირაა გაფიცრულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ ხელფასის 300 ლარით მატებაა. ისინი ამბობენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ. რუსთავის აზოტის ადმინისტრაცია კი დასაქმებულებს სასამართლოდ ემუქრება და ამტკიცებს, რომ უკანონოდ გაიფიცნენ. მოხდა შეხვედრა გარიმათა მშვიდ გარემოში. ჩვენი პრობლემების შესახებ ვისაუბრეთ, ვინც პროტესტში ვიმყოფებით რუსთავის აზოტის დასაქმებულები. ქალბატონმა ნინომ გამოთქვა მზაობა ამ პრობლემების მოგვარებაში ჩართულიყო. დავწერეთ პუნქტებად ჩვენი მოთხოვნები, რაც ითვალისწინებს ხელფასის მატებას, სასამართლოდან დავის შეწყვეტას, 25%-იანი პრემიის ესე ვთქვათ აკლაჩის შეტანას და იმ განაცვლული დღეების ანაზღაურებას, რა განაცვლული დღეებიც დაუწერეს ადამიანებს, ვინც პროტესტში იმყოფებოდნენ.